24 თებერვალს თავისუფალი აზრის სახლში მეცნიერებისა და განათლების დარბაზში შეკრებილმა ქართველმა მეცნიერებმა საქართველოში მეცნიერების რეფორმირების პრობლემები განიხილეს. ძირითადი მომხსენებელი გახლდათ მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ვარსაგიშვილი. მომხსენებლის აზრით, რეფორმის პირველმა ტალღამ შეიწირა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია როგორც სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა ერთიანი სისტემა. ფაქტობრივად მოსპო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ავტონომიური უფლებები. მოშალა სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა. ქუჩაში დატოვა ათასობით გამოცდილი სპეციალისტი. კვალიფიციური კადრები ჩაანაცვლა პოლიტიკურ იდეოლოგიური ნიშნით მისაღები პირებით და ასე შემდეგ. უნდა ითქვას, რომ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის თვალსაზრისით რეფორმების ჩატარების აუცილებლობას გამოცდილი და ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები ვარდების რევოლუციამდე ძალიან კარგად ხედავდნენ და ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობდნენ კიდეც. ამ მხრივ სერიოზული მუშაობა ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მეცნიერთა ძალისხმევით მომზადდა ნორმატიული აქტების პაკეტი. საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის ივლისში მაშინდელი ოპოზიციური ფრაქციების აქტიური მხარდაჭერით მიიღო კანონი მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდება და სახელმწიფო სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულება ნორმატიული აქტების ბაზაზე. მეცნიერების აზრით დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ლისაბონის სამიტისა და ბოლონიის პროცესის შესატყვისი რეფორმები, კერძოდ ჩატარდეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ატესტაცია, მოწესრიგდეს დაფინანსების საკითხი, ჩამოყალიბდეს ინსტიტუტების გამაერთიანებელი სხვადასხვა დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, მომზადდეს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრები, ინსტიტუტებს მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის უფლება. დარბაზის მონაწილეებმა გადაწყვიტეს უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიკრიბონ. ამ შეკრების შედეგი იქნება მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელსაც თავისუფალი აზრის სახლი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანს.